დღეს მოვამზადებთ ყველაზე გემრიელ ტრადიციულ ხაჭოს პასკას, რომელიც ჩემს ოჯახში უკვე რამდენიმე ათეული წელია მზადდება, რომელიც ძალიან მარტივად შეგიძლიათ სილიკონის ნებისმიერ ფორმაში მოამზადოთ. პირველ რიგში დავამუშაოთ ჩირეული. მე ვიყენებ შტოშს, ქიშმიშს, კურაგას და ნიგოს. კარგად ვრეცხავ და ვჭრი კუბებად. ჩემთვის აუცილებელი ინგრედიენტია ასევე ფორთოხლისა და ლიმონის ცედრაც. პირველს ვასხამ ფორთოხლის წვენს და ვაყოვნებ რამოდენიმე საათი. კალკეთაში მოვათავსოთ არაჟანი, ხაჭო, შესქელებული რძე, დარბილებული კარაქი, ვანილი და ბევრი ცედრა. ხელის ბლენდერით კარგად დავაბლენდეროთ და მივიყვანოთ კრემოვან სტრუქტურამდე, ზუსტად ისე, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები. ახლა კი ჩირეულის დროა. დავუმატოთ კიდევ ცედრა, დაჭრილი ნიგოზი და ჩირეული. შემთხვევაში მე გამოვიყენე კლასიკური ფორმა, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, შეგიძლიათ ნებისმიერი სილიკონის ფორმა გამოიყენოთ. ფორმა მთლიანად კარგად დავაფიქსირებ პლასტიკატით და მოვათავსე თასში. შევდგი საყინულში რამოდენიმე საათი. დილით მომზადებული ხაჭოს პასკა საღამოს სერვირებისთვის უკვე მზად იყო. მცირე ხნით ოთახის ტემპერატურაზე ვადეკორირებთ ჩვენს ხაჭოს პასკას და შემდეგ სურვილის მიხედვით ვაბრუნებთ ისევ ოღონდ მაცივარში. საყინულში აღარ. ეს არის ტრადიციული, საოცარი არომატებითა და გემოებით გაჯერებული ხაჭოს პასკა. გემრიელად მიირთვით.